ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ამ გზავნილით მოქალაქეები ქუჩაში დღესაც გადიან. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეკრება 7 საათიდან იწყება. დემონსტრაციას ციხიდან გულშემატკივრობენ სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვი გუშინ 5-ით გაიზარდა. ცოტა ხნის წინ გლდანის ციხიდან რეზო კიკნაძემ წერილი გამოაგზავნა. რეჟიმის ტყვემ თანამებრძოლებს თხოვს შეწყვიტონ გუშინდელი აქციის ორგანიზატორების კრიტიკა. არ ეძებონ დამნაშავე და მოძებნონ გამოსავალი. დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ საუბარს ხატია სამხარაძე განაგრძობს. ხატია პირდაპირ ეთერში. დღეს რაც გვჭირდება ერთმანეთია, სწორედ ამ სახელწოდებით აქცია ზუსტად 19 საათზე დაიწყება. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხარამ ვერ შეაშინა ის მოქალაქეები, რომლებმაც პროტესტის 311 დღე გამოიარეს რუსთაველის გამზირზე და დღესაც პროტესტის 312 დღეს აპირებენ, რომ ანალოგიური შემართებით გამოვიდნენ და საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც დღეს დედაქალაქსა და საქართველოში ხდება. გუშინდელი დღის შემდეგ მათი განწყობა არის კიდევ უფრო მეტად მოტივირებული იქიდან გამომდინარე, რომ ის ხარვეზები მათ შორის, რომელიც გამოიკვეთა, მაქსიმალურად იყოს გამოსწორებული პროევროპელი ქართველი ხალხის მიერ. ამბობენ იმას, რომ კობახიძის მუხარის არც ეშინოდათ, არც ახლა ეშინიათ და არც მომავალში შეეშინდებათ. ღია მცდელობა ზოგადად პროტესტის აკრძალვის, ეს უკვე უშუალო მიმართვა, ანუ აქამდე მსგავსი არ ყოფილა და ამას ფუთავენ, რომ თითქოს რაღაც უშინდელი იდეის გაგრძელება არის დღევანდელი პროტესტის. რეალურად ანუ ის იდეა და ზოგადად ის სიტყვაც რევოლუცია, რასაც ესენი ეს დღეებია დაეძებენ, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ის ინახება აქვს ჩვენს გულებში და არავის მოწოდება არ ჭირდება, თუმცა მინდა შევახსენო მათ, რომ კი შეიძლება და ესეც იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ გუშინდელი დღე იყო პოლიტიკური მარცხი, მაგრამ ეს იყო ასევე ეროვნული გამარჯვება, რადგან გუშინ არ ვიცი ეროვნული კრება არ იყო, მაგრამ ეროვნული შეკრება ნამდვილად მოხდა, რადგან არ ვიცი, დაახლოებით ალბათ 300,000 არა ამდენი ქართველი მე არ მინახავს ამ ბოლო ისტორიის მანძილზე ერთად შეკრებილი და კობახიძის ეს გამოხმაურება, რომ უმეტესობა ეთანხმება თურმე ამ რუსულ ხელისუფლებას, ეს არის მტკნარი ტყუილი. რაც შეეხება გუშინ დადგმულ რაღაც სცენარს, რომელიც გაითამაშეს, ისე მოვედით რუსთაველამდე უნივერსიტეტიდან ერთი პოლიციელის არიდგა ქუჩაში წესრიგის დასაცავად. ეს იყო მიზანმიმართული, გამიზნული პროვოკაცია იმისთვის, რომ პროტესტმა, რომელიც ვერაფერ ვერ დაშალა და შეაშინა, ხალხი, რომელიც დგას რუსთაველზე უკვე გუშინ 312 დღე მშვიდობიანად აპროტესტებდა ხელისუფლების მიტაცებას, დადგმული სცენარი იყო ამ პროტესტის დასამთავრებლად. მაგრამ გუშინ რუსთაველზე იდგა ხალხი, რომელიც არ მისულა ვინმეს მოწოდებით, ჩვენ მივედით როგორც ერთ-ერთ საპროტესტო დღეზე, ამიტომ ისევ გადავკეტავთ რუსთაველს, ისევ ვიქნებით ძალიან ბევრი. მე გამოვა რუსთაველზე, როგორც ყოველთვის გამოვდივარ ხოლმე და ვნახავ უამრავ ადამიანს, რომელიც პროტესტის პერიოდში გავიცანი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი საერთო აზრით და რაღაცა იდეების თანაკვეთა მაქვს, აუცილებლად ვნახავ მათ, კიდევ ერთხელ გავისაუბრებთ, გავაანალიზებთ იმ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ერთად შევეცდებით, რომ მოვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ქართული ოცნება უნდა მიხვდეს, რომ აქ მდგარი დიდი მასა ახალგაზრდობა განსაკუთრებით არავის დაფინანსებული არ არის და უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე, რომ უნდა დაგველაპარაკოს და თუ რაღაცა გამოდის და ამბობს, რომ ეს ჯენზი არის გაუნათლებელი, რომელთან საუბარს საზრი არ აქვს, მაშინ ყველა დაფიქრდეს იმაზე, თუ ქვეყანაში ახალგაზრდობა გაუნათლებელი ყავს, ეს ვისი ბრალია. ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტზე გავლენას ვერაფერი მოახდენს. სწორედ ასე აფასებენ ის ადამიანები, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხარას, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, კეტავენ მათ შორის ქუჩას და ასე აფიქსირებენ საკუთარ პროტესტს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თითქოს ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება გამართული განსაკუთრებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე, უნდა აღიქმებოდეს 4 ოქტომბრის კონტექსტში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც გამოქვეყნდა მალევე იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ ისინი. მოკლედ კობახიძე და შინაგან საქმეთა სამინისტრო ემუქრებიან საზოგადოებას, თუმცა მოქალაქეები არ უშინდებიან არაფერს და ისინი კვლავ ამბობენ, რომ დღეს გამოვლენ რუსთაველზე და პროტესტს ჩვეულ სტილში გააგრძელებენ. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერ შეკრებას 4 ოქტომბრის გაგრძელებად მიიჩნევს. ნიშნავს თუ არა გელაძის უწყების ეს განცხადება პროტესტის საკრძალვას ესახლა მთავარი კითხვა. ქართული ოცნებისთვის გადაკეტილი რუსთაველი და აქციები, რომ დიდი თავის ტკივილია, გამოჩნდა